იავნანა ბრახნა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებისა და საერთოდ ქართული პროზის შედევრია. ადამიანის ფსიქიკის მოძრაობის რთული ნიუანსების ღრმად ცოდნა-სამეს მწერალი, როცა დედის ჯადოსნური იავნანათი იჭრება ბავშვის სულის სიღრმეში და მეხსიერებაში, აღუძებს იმ მიზნებულ მშობლიურ გზნობას, რომელიც თურმე არ კვდება, არამედ ცოცხლადაა შენახული. ადამიანის მეხსიერებაში და მშობლიურ ემოციურ გარემოში ისევ გაყრუდება, ისევ გაიღვიძებს და მთელი ძალით იფეთქებს. ისეთი განსაზღვრელი ძალა და გამძლეობა აქვს მშობლიურ გზნობას, დედაენაზე ხორცს შესმულ შვილ ჰანებს, რასაც დედობრივი სიყვარულის ძალა და გამძლეობა ჰქონია. მაშასე, ნახეთ იაკობ გოგებაშვილის იავნანა ბრახნა. კახეთის ერთ-ერთ ულამაზე სოფელ ვაშლოვაში ცხოვრობდა ქართველადეების ოჯახი. ზურაბ ქართველადე განთქმული იყო მთელ კახეთში თავის სიმდიდრითა და ყურადობით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. ქართველადეები უხვად უგზავნიდნენ თავისი სახლიდან სანოვაგეს, ყოველავადყოფს, ღარიბსა და დაჭირებულს. Pedro, მოდია. ბატონო ზურაბ. აი ეს მუცა სანოვაგე და დაჭირებულებს დაუვი. მაგდანი, ზურაბი და მათი პატარა ქალიშვილი ქეთო ბედნიერად ცხოვრობდნენ სანამ ერთ დღეს სოფელ ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხმიდან ორი ბაჯაჯღუნა ლეკი. ესენი ისეთ წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვით ლეკებსაც კი აღუჩათ ყავდათ აგდებული. ამიტომაც მათგან ცუდი საქმის გაკეთებას არავინ არ მოელოდა. მაგრამ მათ მალე გაამართლეს ქართული ანდაზა. თავჩაღუნული კუდავზე კილიო. ერთხელ ერთმა ლეკმა მეორეს უთხრა. იცი რა აზრი მომივიდა, რამდენი ხანია რა ჩვენ სავაჭროდ დავიარეთ, მაგრამ რა გამოვიდა, ისევ ისეთი ღატაკები ვართ, როგორებიც ვიყავით, ისევ ისეთი დაღლური ცხოვრება გვაქვს, როგორიც გქონდა, სხვაგვარად კი რომ მოვიცეთ, ერთ ბაშა გამდიდრებით და მოვჭერიდან ამდენ ვაიოლა. მაინც როგორ? როგორ და ზურაბ ქართველადე ხომ მდიდარია? მდიდარია, მაგრამ რაც გვარგებს ჩვენ იმის სიმდიდრე? გვარგებს თუ ჭკუით მოვიცეთ, მას ხომ გაგიჟებთ უყვარს თავის ერთადერთი ქალი. უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდედან? ის გამოვიდა, რომ თუ ჩვენ იმ ბავშვს მოვიტაცეთ და დავეწყენში წამოყვანთ ყველი, როგორ გონია, ზურაბ ქართველადე რამეს დაიშვებს თავის ერთადერთი ქალის ყოველდღიურ დასახსნელად? ჰაი, რომ არ დაიშურებს. ოჩა, კარგად მოგიფიქრებია, თვალი ვადევნოთ, მოხერხებულ დროს დაველოდოთ, გამოვიდეთ. სოფელ ვაშლოვანს აღმოსავლეთს მეკრა დიდი ტყე, ამ ტყის პირას ხშირად შეიძაბდა ქართველადიან სახლობა, რადგანაც სახლი იქვე ახლო ედგა. ერთხელ ქეთო გამდებდა საღამო ჟამს ამ ტყისკენ გაასეირა. მე რაიარე, ქეთო, შემო
ვეღარ მოხდები. ჩიტი რამაც ჩიტია, გადია უნდა დავიჭირო. ვერა შვილო, ვერ დაიჭერ. შორს ნუ მიდიხარ. ქეთო, მიშველე. ქეთოს მშობლებს ფიქრი არაფრისა ჰქონდათ, ეგონათ მეზობლებში იქნებოდნენ, ჩვენი ქალი და გადია, დაღამდა, ისინი არსად არ ჩანდა. სურა, გადია და ქეთო არ ჩანა. როგორ თუ არ ჩანა? არიქა ბიჭებო, აშხარები ანთი და გამომყევი. სად არის ქეთო? ვაჩინი და გადაჩინა. ქეთო მომდაცე. ლეტემა გაიწა. ვაი, მშვილო. არიქა მდევარი, ხარა. არა ბიჭებო, მოკლედეს მოუკლეს. ჰეი, თქვენ მაწანწალებო, აბა ერთი ათმობი. დიდებანორი. ემაგნებაჩი რა გაქვთ? ამაში ისეთი არაფერი. რაო, არაფერია. თქვენ ხომ არ გინდა თქვენი თავი ძაღლებს დავაგლეჯინო. ვაპატიენ აიდო. უცებ გვინდო და გავეხარებინა თქვენი თავი. აი რა ყავს ამ ნაბადში. ვუი, გამშვენიერი ბავშვია. დედა. ვინ მოგცათ ეს ბავშვი? ვის მოყარეთ? ან მოგვიყარათ ნაიბო, ვიღაცა ტყეში დაკარგოდა, თავს დააბნეოდა და ჩვენ ვიპოვეთ. უი, შვილო, ვინ იცის რა დღეშია უბედური დედაშენი? მართლაც რა მშვენიერი ბავშვია. რა მოგცეთ რომ ეს ბავშვი ჩვენ დავითმოთ? არაფერი. თქვენი ფეშკაში იყოს. ამიერიდან მე ვიქნები დედაშენი. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა ბავშვი თქვენთვის მოგოყვანოთ. დედა, ჩამიყვანეთ დედასთან. ამიერიდან მე ვიქნები დედაშენი. ფულები, ვახფულები. დედოფლმა არესმა მალე მოასულიერა ბავშვი. პირველ ხანებში ხშირად ტიროდა, მაგრამ ლეკვი ცოლს მის სიყვარულმა და მოფარებამ მალე დაამუშავეს წინანდელი ყველაფერი.
ნაიჭმა და მისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომ დედოფლი მამობლი ცოცხლობდა, იმითხარობდა, ვიწლიდედ მამის კვალი წაიშალა მისი ბუნებაში, ლეუკურმა ენამ შეასუსტა ქართული ენამ ქეთოში, ლეუკურმა სოფელმა ვაშლოვანი საცნელებო ამოაგდო მისი კუინა. ქეთო დიდხანს გრძნობდა მხოლოდ ერთ დანაკლისს, მაგდანის მშვენიერი ხმა. სიმღერა ქეთოს ყურს აღარ ასიამოვნებდა, მაგრამ ესეც დაივიწყა. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ ქალად, წახეთის შვილი დაღესტნის შვილად, ამასობაში კი დავიდა ოხიწელი.
შენი კეთო, აჰა, დაიწყე შენი ერთა, შემოანგელები. სამშობლო, ზედაში. შენს უბედურ გაზია შემოიფერე. შენი შოველი დედაო, ესე ჩემი ყურძი მამაა. აი სახლი, აქ დაიბადე. თავდაცვითი პატარაობი. აი შენი პატარა აყვანი რომელშიც ვიყავ. აი ჩემი დედოფლები. აი ეს კი შენი გამდიდრება. კეთო შვილო, გენაცვალე შენი გადია. ვერ მიცანი შვილო, გახსოვს მქეთე როგორ მაბენიების უნდა უყარ. დავდიოდი, პაროვე, მეზობლებში, შეხოლებში. ვერ მიცანი მოგიკვდეს გადია. გავიდე რამოდენიმე კვირა, კეთო სულ ტიროდა, არ ჭამდა, არ ცამდა, ღამე ძილი მოსვენება არ ჰქონდა. იჯდა ჩუმად ტახტზე და გონება იქაო დედმამასთან, იქაო სოფელთან დაფრინავდა. არა, მე ვეღარ ვიქცე ამ ბავშვს, აქ წამებდა და წამებდა. თუ პირი გულკნარი უნდა, შემსრა ცხელი და შემიხარებდი, აუყარე, ნაერთორა მისწორი. ეთყობა მაგდა დიდებული ადამიანები ყოფილან. ათი რომ შეუყარებია თავი ჩემი მიზნიშვილი. არა, ჩემს დედამასი ადვილად არ დავთვალ. ზადვარ, აქ ჩემს ახლოს დამარხა ჩემი ერთადერთი შვილი, ვიდრე ხელმეორე და სამუდამოდ გაუხდა დედას. ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. ერთხელ საღამომდე ხშირმა და მაცოცხლებელმა წვიმა მიძინა. საღამოს ისევ მოიწმინდა ცა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქეთოს იმ ღამეს მშვიდობიანად ეძინა. დილასაც და მოგონიერებდა. შეუდარებელი დილა იყო. მცენარეებზე მზესათასთა დაეჭვიალებინა დილის ზავი. დღეს ავსე იყო ფრინველების გამოცოცხლებელი ჟივილ-ხივილი. ვარდის კოკრები გაშლილიყო და გარშემო უეფინა. გულწამტაცის სურნელება, ვარდებს კბილა დასდახოდა. ბულბული ბუნება ხარობდა. დღესაც სწავლობდა. თითქოს 1000 ბედნიერ ქორწილს ერთად იხდისო. ბუნება შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდის. ქეთო საშკარა დაედოშვება. კეთო შვილო, ნახე როგორ მშვენიერი ქართლიდან ისამოს შეგიგერა. მოდი საკეში შევხედოთ. შეხედე შვილო როგორ ამბობ. დედა ვარ შვილო, დედა. კეთოს სახეზე აღელვება დაეწყო. ცხადი იყო რაღაცას იგონებდა. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ზონა აპირებდა ამოხეთქვას. მაგდანას ხმა აუწია, თითო ბუნების სიღრმედის შესწრაის და გამოაცისხლა მასში დამარხული ბავშვობის სანაკრები, ნახშმის აგონებელი. გამიდანდრო, ქეთომ სრულად დაიბრუნა მეხსიერება და კვლავ ქართველ აზიების ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. მაგრამ მისი გული მაინც გარდობდა თავის დახესტნელ დედობილმა მობილზე, რომლებმაც 10 წლის განმავლობაში გაზარდეს და უყვარდათ.
დედო, არ შეიძლება დაღესტანში მოვიდა. მისი მოწყვეტი შეუთავო. ფიქრი ნუ გავხსედა. შეიძლება ჩემი ძმა, როგორც ვიფშობდი. იმას იფათებს წელი, როგორც ჩემს მოამაგეთა და ამ. კარგი შვილო, როგორც ჩემი. შემოდგომაზე თვალში დავყავდე. გავიდა ხანი, ქეთო გათხოვდა ბესარო ვაჟგასე და მის ესაგან დახვა მოსიყვარული გულიდან გულს გადახდა იშვითი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა გამოსნა ქეთოს გულს. ძლიერი მოძრაობანი ყველას უყვარდა ქეთო და ყველას უყვარდა ქეთოს და ხარობდა მის სიყვარულით. განაუგეთესი ბედნიერება შეიძლება ამ ბედნიერებაზე? ბავშვებო, მშობლებო, მასწავლებლებო, ღმერთმა თქვენ გულში ზარზარდოს მოყავდა ჩაუბრობელი სიყვარული და გაგაძღოთ მათი სიყვარული თქვენდანი და ქეთოსავით ბედნიერად გაცოცხლებთ დიდხანს. უკეთესი დალოცვა განა შეიძლება? ამგვარი დალოცვა მხოლოდ ხურვალი გულისა და ბრწყინვალე გონების ადამიანს შეეძლო. როგორიც იაკობ გოგებაშვილი იყო. ასე დაამარცხა იავნანამ. დედის სიყვარულით ახსავს უძველესმა ქართულმა სიმღერამ დავიწყება. დაუბრუნდა ქეთოს თავისი ნამდვილი ვინაობა, ოჯახი და სამშობლო.